აკნესკენ მიდრეკილი კანი და კანი, რომელსაც დაუდგინდა აკნეს დიაგნოზი. ეს არის ორი განსხვავება იმისთვის, რომ თქვენ მიხვდეთ, რა პროდუქტები უნდა შეიძინოთ აფთიაქში თქვენი თავის მოვლისთვის. პირველი, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. ეს არის საშუალებები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ აქტიურად, მაქსიმალურად მოგაცილო ჭარბცხიმიანობა, ებძვიათ ჭარბცხიმს, შესაბამისად შეიცავენ საშუალებებს, რომელიც მეტად აშრობენ კანს, რადგანაც ეს ცხიმი დავიყვანოთ მინიმალურ დონეზე, იმისთვის, რომ შემდგომში არ გადაიქცეს ეს ყველაფერი ინფექციის წყარო და არ გახდეს ეს აკნე. თუ თქვენ უკვე გაქვთ აკნეს დიაგნოზი და იმყოფებით კურნალობაში რეტინოიდებით, ეს შეიძლება იყოს როგორც სისტემური რეტინოიდები, ასევე ტოპიკური რეტინოიდები, მაგ შემთხვევაში თქვენ იყენებთ საშუალებებს, რომლებსაც აწერია მგრძნობიარე კანისთვის. ეს დაიმახსოვრეთ კარგად, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ეს შეცდომა. ამიტომაც გაითვალისწინეთ, იმედია ვინც თქვენ დაგინიშნავთ აკნეს კურნალობას, ის აუცილებლად თქვენ ზემოდან ასე რო იტყვენ, დაგინიშნავთ კურნალობას, კანის კურნალობას, რომელიც აღარ დააზიანებს ისედაც უკვე დაზიანებაში ყოფ კანს. აბა ჩემო კარგებო, როგორც ყოველთვის, საუკეთესო არჩევანს გისურვებთ.